საუბარს ვაგრძელებთ კომაროვის სკოლაზე და სკოლის წარმატების 50 წლიან უცვლელ ფორმულაზე. წელს ამ სკოლას იუბილე აქვს 50 წლის გახდა და ცხადია ჩვენი სასაუბრო თემა ჩვენ სტუმრებთან ერთად სწორედ კომაროვის სკოლა იქნება. სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. კომაროვის სკოლის დირექტორი ვანო კვიტაშვილი და წარმატებული კომაროველები, ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი დევაძე და ფიზიკის დოქტორი პროფესორი ალექსანდრე თევზაძე არიან. დღეს ჩვენთან დილო მშვიდობისა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში თქვენ დაგისვათ ბატონო ვანო შეკითხვას, სკოლის მიზანია, როგორც ვიცი, რომ მოიძიოს და მოძებნოს აღმოაჩინოს საუკეთესო მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით და მისცეთ მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. უპირველესად, საინტერესოა, როგორ მოახერხეთ ის, რომ 50 წლის არსებობის მანძილზე კომაროვის სკოლა ისევ ისეთივე პრესტიჟულია, როგორიც იყო წლების წინ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. შევერთდებით თქვენს მილოცვას და ყველა კომაროვის მიულოცა 50 წლის იუბილეს. ვიტყვი თქვენის ნებართვა ამასთან დაკავშირებით და იქნება კომაროველების შეხვედრა და ყველას ვიპატიჟებით, რომელიც გამოცხადდება ჩვენს ვებგვერდებზე. რაც შეეხება როგორ ხერხდება ეს საფუძველი ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დაარსებას ამ დაარსდა 1965 წელს შემუშავდა შესაბამისი პროგრამები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები, არამედ ეს იყო აკადემიკოსების პატრონაჟით ნიკო მუცხელიშვილი იყო აი ამ გუნდის, ასე ვთქვათ, ლიდერი, რომელიც ამ პროგრამების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ან დამკვიდრებული პროგრამები, მუდმივი განახლება, ტექნოლოგიების განვითარება და აი ამ ტექნოლოგიების განვითარების დანერგვა მე სასწავლო პროცესში და მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები, რომელთა დიდი უმრავლესობაც უკვე კომაროვის სკოლის დამთავრებულია. რის თქმა მინდა, ჩვენ და თქვათ 70-იანი წლების შუარიცხვების დამთავრებულებიდან 2000-იან წლებში დამთავრებულების ჩათვლით არიან პედაგოგები, რომელი კომარო დამთავრებულები. ყველას თავის სკოლის სიყვარული ის გამოცდილება დიდი მასწავლებლების მიერ მიღებული ცოდნა უნარები, შემდეგ მათ მიერ გადაცემული სხვა მოსწავლეებზე, ჩვენ მიერ გადაცემული სხვა მოსწავლეები, ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ გარემოს, რაც მომავალ წარმატების აწინდარია ჩვენი მოსწავლეებისათვის. საქართველოში, როგორც ვიცით, თითქმის არც ერთ სკოლას არ აღუზრდია იმდენი წარმატებული ადამიანი, რამდენიც აღზარდა კომაროვის სკოლამ და ამის მაგალითია უამრავი ადამიანი, რომელსაც დღეს ეკრანებიდან ვხედავ და მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. ბატონო გიორგი, თქვენთან მექნება პირველ რიგში შეკითხვა, თქვენ ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის გენერალური დირექტორი ხართ და არაერთ წარმატებას მიაღწიათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით საინტერესო თქვენგან იქნება კომაროვის სკოლამ რა როლი ითამაშა თქვენს შემდგომ წარმატებაში? დავიწყებ იმით, რომ ჩვენ კომაროვში ჩავაბარეთ 13 წლის ასაკში, ჩვენ ცხოვრობდით პანსიონში და ჩვენ მივეჩვიეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, კომაროვმა მოგცა პირველ რიგში დამოუკიდებელი ცხოვრების უნარი, გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია და ანალიტიკური აზროვნება, რომელიც შემდეგ მთლიანად გაყვა მთელი კარიერის მანძილზე. რაც შეეხება თვითონ კომაროვის სკოლას, კომაროვის სკოლა არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შენობა, კედლები, ეს არის გარკვეული სტანდარტები, რომელიც ყალიბდება ადამიანის ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემ კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებული როლი რამაც კი ითამაშა, ეს იყო კომაროვის სკოლა, ის გარემოცა, სადაც ჩვენ ვსწავლობდით, რადგან ჩვენ იქ მივიღეთ ბრწყინვალე აკადემიური განათლება. გარდა სწავლისა, თქვენ კომაროვის სკოლაში ცხოვრობდით კიდეც. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რატომ გადაწყვეტეთ კომაროვის სკოლაში ცხოვრება? ეს ძირითადად რაიონიდან ჩამოსული სტუდენტები ცხოვრობენ კომაროვის სკოლაში და მეც რაიონიდან ვარ ჩამოსული. ამ პერიოდში ვცხოვრობ. დიახ, სწორედ, ბევრმა არ იცის და შეიძლება ჩვენი ეთერის მეშვეობით ახლა გაიგონ მათ და ძალიან გამოადგეთ ინფორმაცია, რომელსაც ახლა გავაჟღერებთ. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები ჩააბარებენ კომაროვის სკოლაში შესაბამის გამოცდებს, მათთვის სწავლა და ცხოვრება კომაროვის სკოლაში არის სრულიად უფასო, ასეა ხო? დიახ. ერთი რამე ხანდახან მესმის ხოლმე კომაროვის სკოლაზე, რომ ეს არის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელშიც პანსიონის პროგრამა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ. ეს არის სახელმწიფოს მიერ, რომელიც ნარჩუნდება უდიდესი ნაბიჯი, რაც გვაქვს, რომ ყველა მოსწავლეს, ვისაც მათემატიკა უყვარს, შეუძლია მიიღოს უმაღლესი ხარისხის განათლება, მიიღოს ცხოვრების, მეცადინეობის, გართობის სხვადასხვა წრეებში და პროექტებში ჩართულობის სერვისი აბსოლუტურად უფასოდ.
ბატონო ალექსანდრე, თქვენთან მექნება კითხვა. Გამდიდრებად ჩემთვის არის ცნობილი და ყველასათვის მათ შორის, ვინც კომაროვი დაამთავრა, მისთვის არანაირ სირთულეს და სიზნელეს არ წარმოადგენს ნებისმიერი ტიპის გამოცდის ჩაბარება, ეხება ეს მისაღები იქნება თუ დაამთავრებელი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენც მიგიღიათ ალბათ ასეთი სტუდენტი და აბიტურიენტი, რით გამოირჩევიან ისინი გამოცდის ჩაბარებისას? საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ როდესაც კომაროვზე ვლაპარაკობთ, საერთო ჯამში მე როგორც ხვდები, ეს არის სკოლა, რომელიც იძლევა წარმატებულ ხალხს. და თქვა წარმატების ფორმულა არ არის მათემატიკის და ფიზიკის კარგად ცოდნა, ხო? ფორმულა გაცილებით უფრო რთულია. და მე ვფიქრობ, ამით არის თქვა კომაროვის უნიკალურობა, რომ გარდა ცოდნის ამ ფუნდამენტურ დარგებში ის სტუდენტებს საშუალებას მოსწავლეებს აძლევს შრომის კულტურას, ხო, ანუ თანმიმდევრული მუშაობის კულტურას, იმიტომ რომ თქვა გამოცდები არის ყოველ წელს შუალედური გამოცდები, ანუ თანმიმდევრული მუშაობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მაგრამ ამასთან ერთად აძლევს თავისუფლების ხარისხს. ეს თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი წარმატებულია, ყველაზე უფრო წარმატებულია იმ დარგში, რაც აინტერესებს. და სტუდენტი ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როდესაც მოსწავლე ზუსტად იმ ასაკშია, როდესაც აი მაშინ უნდა აღმოაჩინოს რა არის მისთვის ყველაზე საინტერესო მიმართულება. და ეს თავისუფლების ხარისხი, რომელიც კომაროვის სკოლას თავაზობს მოსწავლეებს და სწორედ თქვა იმაჟით გამოიხატება, რომ ამ გარდა წარმატებისა თქვათ ყოფილი კომაროველები რომ ნახოთ განსაკუთრებულად დიდი სიყვარულით არიან თავის სკოლის მიმართ. იმისთან მიუხედავად რომ ძალიან ბევრი მათემატიკა ასწავლეს, ძალიან ძიმე მუშაობა მოუწიათ, მაგრამ აინც თქვათ ის საშუალებები რაც სკოლამ მისცა თქვენ რას დამატებით ბატონო? აი თავდაჯერებულობის და მასშტაბური აზროვნების გარდა კიდევ რას აძლევს სკოლა? აძლევს мотиваციას, აძლევს უნიკალურ სამეგობრო წრეს და აძლევს ერთნაირი ღირებულებების მქონე სოციუმს, ანუ ერთად ყოფნა ადამიანების, რომლებიც არის სწავლაზე, შრომაზე ორიენტირებული და მკაფიოდ უყალიბდებათ უმრავლესობას და სკოლაც ეხმარება თავიანთი მომავალი. ეს არის კომაროვის სკოლა. კომაროვის სკოლა კიდე აძლევს, ანუ რატომ არის თქვა პრესტიჟული შეიძლება კომაროვის გარდა იმ სტანდარტებისა. ეს არის ყველა მიმართულებით ოლიმპიადებს, საერთაშორისო ოლიმპიადებზე დომინირება კომაროვის სკოლის სხვადასხვა პროექტებში, გამოგონებელთა კონკურსებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რაც უკვე დაწყებულია ის, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებით აბარებენ SAT-ის გამოცდებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამა, საბაკალავრო პროგრამებზე სხვადასხვა ქვეყნების და ამ მიმართულებითაც უკვე გაიზრდება პრესტიჟულ ტოპ უნივერსიტეტებში მოსწავლეების რაოდენობა და ერთი რაც თქვა ეს არის კომაროველები, ხალხი, რომელიც ჩვენი საამაყო გვერდში მდგომი ადამიანები, რომლებიც კომაროვის სკოლა და სტატუსი კომაროველობა, ასე ვთქვათ, ორი ადამიანი ერთმანეთს რო ხდება უკვე და ერთი და იგივე სკოლა კომუნიკაცია მარტივდება და სხვანაირი დამოკიდებულება ჩნდება და ეს ხალხი თავის უზარმაზარ ინტელექტუალურ რესურსებს ფინანსურსაც თანადგომას ახორციელებს იმისათვის სკოლა კიდევ უფრო განვითარდეს, რასაც მადლობას მოაქვს. ძალიან ბევრი ადამიანს აქვს სურვილი ისწავლოს კომაროვის სკოლაში და გახდეს კომაროველი. ბევრი მიზეზის გამო, რომელ მიზეზებზეც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. მაგრამ არის ესეთი შეზღუდვა ერთგვარი, რომ მე-7 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მხოლოდ მიიღონ განათლება. მე-7 კლასიდან, როგორც ვიცი, მოსწავლეებს რომ მიიღონ განათლება და ისწავლონ კომაროვის სკოლაში. რატომ არის ეს ასაკობრივი შეზღუდვა? აქვს თუ არა ამას რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური საფუძველი? საქმე რა არის სკოლაში შერჩევა სკოლაში მოსწავლეების მიღება ხდება შერჩევის საფუძველს გამოცდის საფუძველზე. ადრე 90-იან წლების შუა რიცხვებამდე იყო 3 წლიანი სწავლება. მე 90-იან წლებში გახდა 7 წლიანი ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ის ფიზიკა მათემატიკის სკოლებმა უკვე მე-7 კლასისიდან დაიწყეს მიღება. მე-7 კლასში, მე-6 კლასამდე თავდება პირველი საფეხური ზოგადი განათლების და გადადის მეორე საფეხურზე მოსწავლე, რადგანაც უკვე შეიძლება გამოვაკაფიოთ ჩამოყალიბებული აქვს მოსწავლეს რა მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება. ჩვენთან ისწავლება ბრწყინვალე სხვა საგნებიც, ფიზიკა, მათემატიკა გაძლიერებული სტანდარტით, ყველა დანარჩენი საგანი ეროვნული სტანდარტით, საკმაოდ მაღალ დონეზე და ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატება. ბატონო, თქვენ არ იქნებით ამ კითხვის ადრესატი. მე პირადად როდესაც გავეცანი კარგად დაწვრილებით გავეცანი კომაროვის სკოლას და მის ისტორიას, გულიც კი დავსწა რომ მე არ ვისწავლე თავის დროზე. ჩემთვის ალბათ დარწმუნებული დაგვიანებული ციხე, მაგრამ როგორც ვიცი, გარკვეული ტრადიციაც კი არსებობს, როდესაც კომაროველები საკუთარ შვილებს კომაროვში
კომაროვშივე მიყავთ სასწავლებლად და ამ ტრადიციის გამგზელებლები თქვენ როგორ ხართ რამდენად? დავამატებ იმას, რომ ჩემი შვილები სწავლობენ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, მაგრამ საწუხაროდ არ ყოფნით კომპეტენცია, რომ ჩააბარონ კომაროვის სკოლაში და რაც არ უნდა პარადოქსი იყოს. როგორი პრესი მამა? რაც არ უნდა პარადოქსი იყოს. გულწრფელი პასუხი იყო თქვენ. გულწრფელი პასუხია, რაც შეეხება კომაროველობას, ძირითადად ალბათ რასაც გადლებს სკოლა ეს არის შეგრძნება იმისა, რომ ნებისმიერი დიდი მიზანი შეიძლება დიდი შრომის ფასად მიაღწიო. ამიტომ ეს არის ძირითადი, რასაც გვაძლევს კომაროვი თავის თავში დარწმუნება და შრომა იმისათვის, რომ მიზნები მივახციოთ. ჩვენ მე მახსოვს პერიოდი, როცა ჩავაბარე და დაახლოებით 15 საათი მეცადინეობდით დილით და ღამით, რომ ის ნორმატივები, რომელიც ჰქონდა სკოლას, დაგეკმაყოფილებინა, მაგრამ შემდეგ თითქოს გონება გაგვეხსნა დამამთავრებელ კურსზე 2 საათში ვამთავრებდით, ვასწრებდით ყველა გაკვეთილების მომზადებას. დიახ. შაბათის სკოლაზეც რომ ვისაუბროთ, თუ შეზღუდვა ამ შემთხვევაში არ არსებობს ასაკობრივი, ძალიან მოკლედ ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკულად ამოწურულია, უბრალოდ ამაზე რომ არ ვისაუბროთ, ისე არაფერი გამოვა. შაბათის სკოლას მე-3-დან მე-7 კლასის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს განათლება. ვისაც მათემატიკა უყვართ, ნებისმიერ შობილს შეუძლია მოიყვანოს და დაარეგისტრიროს მოსწავლე ამ პროექტში, მაგრამ მე თუ თქვათ ან მოსწავლე არ შრომობს იმდეს, ჩვენ შობეს ვეუბნებით გადაწყვეტილება მასია. ეს მიიღება მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასებისთვის თბილისში, კომაროვის სკოლაში და რეგიონებში შესაბამის ცენტრებში, რომელიც სკოლის გვერდებზე არის. ძალიან დიდი მადლობა. საუბრობდით კომაროვის სკოლაზე და სკოლის წარმატების 50 წლიან უცვლელ ფორმულაზე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ წელს კომაროვის სკოლა იუბილარია და 50 წელი შეუსრულდა. ჩვენი განაცემის სტუმრები კომაროვის სკოლის დირექტორი ვანო კვიტაშვილი და წარმატებული კომაროველები, ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი დევაძე და ფიზიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე თევზაძე იყვნენ ჩვენი განაცემის სტუმრები. ჩვენ საანონსე ჭრაზე გავდივართ და ძალიან მალე ვხვდებით ერთმანეთს, დაგველოდეთ.